აკნე არის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებულ მუშაობასთან, რომლის შედეგია კანის ცხიმიანობის მომატება და თმის მოლეკულების დახშება. ის უმეტესწილად ბევრინება მოზარდებში. 16-დან 18 წლის მოზარდების თითქმის 85%-ს აღინიშნება აკნე. ის გვევლინება ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ზონებში, ესენია სახე, კისერი, ბუნკერტი, ზურგი. კურანობის ტაქტიკა განისაზღვრება აკნეს სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე. ის შეიძლება იყოს როგორც სისტემური, ასევე ადგილობრივი საშუალება. მიუხედავად საერთაშორისო რეკომენდაციებისა, რაშიც მოიაზრება ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, ეს იქნება შინაგანი თუ ადგილობრივი, ვერ მივყავართ სასურველ სტაბილურ შედეგებამდე. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ პირველი რიგით გათვალისწინებულ სისტემურ, იგივე შინაგან და გარეგან რეტინოიდებს, რაც უზრუნველყოფს სასურველ შედეგებსა და მათ შენარჩუნებას. დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს აკნეს სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა, რაც განაპირობებს თავიდან აკვაცილებს, მის შემდგომ გავრცელებასა და გართულებებს. თუ გაწუხებთ აკნე, მოგბრძანეთ კლინიკა მიკროდერმაში, სადაც დაგეხმარებით აკნეს ეფექტურ მკურნალობაში.